ერთ-ერთი ახალგაზრდა დედა მივიდა ბრძენთან და ეკითხება, რომ მასწავლეო შვილის აღზრდაო, როგორ უნდაო და მან უთხრა, რა ხნისაო შენი შვილიო და 3 დღისო და დაგვიანებულია უკვე. ანუ აღზრდა იწყება მაშინ უცლიდან და მშობლის აღზრდით იწყება შვილის აღზრდა. ერთ-ერთ ფსიქოლოგს მოусმინე ასეთ რამეს ამბობდა. აი როგორც გინდაო რომ შენი შვილი იყოს, რა თვისებებიც გინდა რომ ჰქონდეს. ეხლა მშობლებზე რატო ამახვილებ ყურადღებას, რომ ეს არის ძირი, აქედან იწყება და როგორიც გინდა იყოს შენი შვილიო, ჩამოწერე თვისებებიო. აი გინდა რომ შრომის მოყარე იყოს, მოწყალე იყოს, მიმტევებელი და ასე აი როგორიც შენ გინდა რომ იყოს. ხო და ამაში მე ჩაიხედე შენ თვითონ როგორც სარკეში და დაიწყე რომ გახდე ეგეთი. შენ თვითონ დაიწყე რომ გახდე ეგეთი და ამითი შენ გახდი იმას. ეხლა მცენარე ჩვენ თუ გინდა რომ აი ჯანსაღი იყოს იქ რაღაცა გამანოყიერებელს ფესვში უშვრებით ხო რაღაც რომ ის ჯანსაღი იყოს და ფესვი ეს მშობელი არის. ხო და შეიძლება აქედან მშობლის აღზრდიდან აი დაუშვათ ახალგაზრდა გოგონა და ვაჟია არ არიან დაოჯახებულები, მაგრამ მათ უკვე შეუძლიათ დაიწყონ ზრუნვა თავის შვილზე. ანუ საკუთარ თავში შექმნან ისეთი თვისებები, სათნოებები, რომელიც შემდეგ შვილსაც ექნება და პატარა ასაკიდან ეხა უშუალოდ შვილს რაც შეეხება. პატარა ასაკიდანვე, აი ჩვილობის ასაკიდანვე, მე 1 წლის, 2 წლის რო წაუკითხოს დედამ, რამდენი საბავშვო ბიბლია არსებობს, საბავშვო მოთხრობები ქრისტიანული, მადლობა ღმერთს კი რამდენი არის და შეუძლია რომ წაუკითხოს. ზოგი შეიძლება ფიქრობს, რომ არ ესმის ბავშვს, მაგრამ ბავშვს ძალიან კარგად ესმის. რო გაიზრდება ნელ-ნელა მე აღმოაჩენს მშობელი რომ შვილს თურმე ესმოდა. ჩვენ აი პატარას უკითხავდით ხოლმე ესე და ძალიან კარგად იგებდა და მე რაც ყველაზე მთავარია თვითონ გთხოვდა, აინტერესებდა. რომ აი ეს წამიკითხეთ, ის კიდე წამიკითხეთ და აი ეს